აი სახელმწიფო ინსტიტუციები რო არ ჩამოიშალა და მოწოდების სიმაღლეზეა, რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ეხლა ბევრი ლაპარაკობს, აი ხო, ის რატო დანიშნა, ეს რატო დანიშნა. ხალხო, ზვიად გამსახურდიას ერთ ფაქტობრივად 2-3 კაცის გარდა ერთგული არავინ არ დარჩენია, ყველამ გაყიდა. საქართველოში სამწუხაროდ ეს ღალატი არის რაღაცა კოდივით აგვაქვს ჩვენ გენეტიკური კოდივით. დავით აღმაშენებელს უარ ჩაეხერგა იქ ხეობა დიდგორის ბრძოლის ველის დროს და ალბათ ნახევარი დიდგორის ველიდან გაიქცეოდა. იმიტომ რომ იცოდა მან ქართველების ხასიათი და შევარდნაძეც გაყიდეს და ყველა გაყიდეს და ეხლა თან აქ მოღალატეები რომ არიან წახალისებული აგენტურის დასავლეთის მხრიდან ესეც ყველამ კარგად ვიცით. ეხლა თავს ესხმიან სახალხო დამცვეს იმის გამო რომ მან თქვა რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ვერანაირი დოკუმენტი ვერ იქნა წარდგენილი. ნახეთ ერთი, აი ნახე რა ამბები არის. მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება თქვენ არ გინახავთ. მე არ მინახავს. არც ერთი გამოძიების ან შეგროვებული მასალების მე არ მინახავს 100,000 ადამიანი რომელსაც ჩამოართოს პირადობის მოწმობა დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არც ერთი არ მოსულა 300,000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა ჭირდება და რა ეს რასთან არის დაკავშირებული ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ ასეთ ბოდიშით და რაღაც ჰაერიდან მოტანილ სისულელებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია. მეორე საკითხი არის რომ მე არ ვარ ლევან თქვენ რომ მოგაწოდოთ სრულყოფილი მასალა შეიძლება გადახედოთ და ეს თქო გაყალბების შესახებ რომ 300,000 ხმა გაყალბდა მე არ ვიცი რამდენი მე არ ვამტკიცებ არაფერს რა მასშტაბზეც აქვს საუბარი არა ასეთი მტკიცებულებები არსებობს პირველ რიგში მე კი არ უნდა მომაწოდონ თუნდაც მეც მომაწოდონ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ თქვენ გეკითხებით მაშინ თქვენ მითხარით მე ნუ მეკითხებით ბატონო არა კი ბატონო არ შეგეკითხებით მაგრამ აი რა ვიცი საზოგადოებას ვეკითხებით მაშინ მაჩვენეთ ეს მასალები აღარ გვაქვს დრო პროცესები კი ბატონო თქვენთან ერთად კი ბატონო ხო აღარა აქვს დრო როცა გადავიდა ეს იოსელიანი იმაზე რომ ბოდიში მიაყენა კუთხეში მე აღარა აქვს დრო სხვათა შორის ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი მე ამ გველპირველის და როდესაც დავიწყებდი ნაცებზე საუბარი ხო მოიცადეთ არასდროს არ გაცლიდან ლაპარაკს რა ესე იგი მუდმივად ესეთ პრესში ვიყავი როგორც კი ნაცებზე დავიწყე იქ გაჩერდით ხო კაი გასაგებია ეხლა აქაც დააკვირდით თქვენ რომ დაიწყო და მიაყენა მე ნუ მეუნები დაბა ვის უნდა უთხრას რაღაცა სისულელებს რომ როშავთ ესე იგი სილის გაწდა პოლიციელებისთვის ყოფილა პოლიტპატიმრობა ესე იგი არჩევნები გაყალბდა და თუ მტკიცებულება არ აქვს ეს ყოფილა სისულელე და დღეს მიუვარდეს სხვათა შორის ეს არარაობები ამ იოსელიანს სახალხო დამცვეს და მთელი დებოში ატეხეს იქა მიუვარდნენ ასევე იქ ინსპექტორის სამსახურს და ეს თივლიშვილი რომელიც გაქანებული პროვოკატორი არის ყველამ კარგად ვიცით რაც აი ითხოვს იმას რომ აი რატომ არ არის და იმ ვარდისფერი ქუდი დაუხურია ვარდისფერი სათვალე ქუდი ვარდისფერი კი არა ვარდისფერი სათვალე გიკეტია თქვენ და ამ ვარდისფერი სათვალეებით იყურებით ყველგან თქვენ აი ეს არის ყველა დიდი უბედურება არანაირი მტკიცებულებები არაფერი უპრაგონოთ ილაპარაკობენ მაგრამ თქვენი აი ბატონი ივანესი არ იყოს თქვენი დრო დამთავრებულია უკვე დაფინანსება გიწყდებათ და მალე მე არ გამიკვირდება ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის მეხოტბეებად იქცნენ იმიტომ რომ ეხა იმას აი რაღაცა ძაღლი რო ესე 4 თითით ხელით ესე მასშვება რა აი მელოდება როდის გადაუგდებენ იმას საჭმელს აი ესე იქნები თქვენ მალე მომლოდინე იმის იქნება ბიძინა ივანიშვილმა გადმოგვიდოს რაღაცაო თქვენ ხო გროშებზე გაყიდული ხალხი ხართ თქვენ ხო ფულზე გაყიდული ხალხი ხართ თქვენ ვის მოღალატეობაზე ლაპარაკობთ როცა თვითონ ემსახურებით დასავლეთს ემსახურებით იმ აგენტურულ ქსელს რომელშიც ხარ ჩართული არ ვიცი მოკლედ დღეს ამით მე მინდა დავასრულო გადაცემა მნიშვნელოვანი დღე იყო ტრამპის ინაუგურაცია მოხდა ბევრი რამ დღეისით უკვე შეიცვლება ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ამას ჩვენ თვითონ ვნახავთ